გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. დღევანდელი გადაცემა იმას შეეხება, თუ ვინ იყო ზოგიერთი ქოცი წინა ცხოვრებაში. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ ნაწილზე გადავალთ, სულ 2 წუთს წაგართმევთ და ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. საბჭოთა კავშირში სტალინის პერიოდში მოღვაწეობდა 2 მეცნიერი, გენეტიკოსი ნიკოლაი ვავილოვი და აგრონომი ტროფიმ ლისენკო. ვავილოვი ამბობდა იმას, რაც დღეს მე-5 კლასელმაც იცის, რომ არსებობს გენეტიკა და ორგანიზმებს თვისებები გენებით გადაეცემა. ლისენკო კი ამტკიცებდა, რომ გენეტიკა ბურჟუაზიული ზღაპარია. მისი თქმით, მცენარის გამოწრთობა გარემო პირობებით თავისუფლად შეიძლებოდა. ანუ ხორბალს ზუსტად ისე ექცეოდა, როგორც კგბ-ს გამომძიებელი დისიდენტს, აციმბირებდა ბრჭყალებში. აგდებდა მინუს გრადუსში და ელოდებოდა, როდის აღიარებდა მარცვალი, რომ ყინვა გამძლია. და რა ქნა ამ დროს საბჭოთა პარტიამ, პირადად სტალინის თაოსნობით. ამ უკანასკნელმა ლისენკომ სტალინის გული მოიგო. ვავილოვი 1940 წელს დააკავეს, დააბრალეს ბრიტანეთის ჯაშუშობა და ციხეში შიმშილით მოკლეს. ლისენკოს კი აკადემიკოსობა და აბსოლუტური ძალაუფლება მიანიჭეს. გენეტიკა ოფიციალურად აიკრძალა. 3000-ზე მეტი ბიოლოგი გაყარეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს. ეს გენიალური მეთოდები მოგვიანებით კომუნისტურ ჩინეთსაც მიყიდეს და გახდა ჩინეთის დიდი შიმშილობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანი შეიწირა. რატომ არჩია სტალინმა შარლატანი რეალურ მეცნიერს? იმიტომ რომ გენეტიკა საბჭოთა იდეოლოგიაში არ ჯდებოდა. დიქტატორისთვის შეურაცხყოფელი იყო, რომ არსებობდა რაღაც უხილავი დნმ, რომელიც თვისებებს ცენტრალური კომიტეტის ნებართვის გარეშე განსაზღვრავდა. საბჭოთა კავშირში გრავიტაციაც კი მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ პარტია იყო თანახმად. რატომ მოვიტანე ახლა ეს საბჭოთა ანტიინტელექტუალური გამოხტოება? იმიტომ რომ დღეს ჩვენ რაღაცა მსგავსი მენტალური ანომალიის შემსწრეები ვართ. როგორ უარყოფენ რეალობას ადამიანები მაშინ, როცა ყველაზე საბაზისო ბუნების კანონები პარტიულ ჩარჩოში აღარ ეტევა. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში აგრონომიული პრინციპების მაგივრად პარტიულ ჩარჩოში ჩვეულებრივი ადამიანური სიკეთე ვერ ეტევა. ხოლო მარქსის, ლენინის და ენგელსის გაერთიანებულ კერპად ბიძინა ივანიშვილი გქონდა. აი რას გულისხმობ. სტუდენტურმა მოძრაობამ დაიცავი ილიაუნი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 ლარიანი მარათონი წამოიწყო. მიზანი 100,000 ლარის შეგროვება იყო ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, ეტლებისთვის, სასუნთქი აპარატებისთვის და მედიკამენტებისთვის. და რამდენიმე დღეში ხალხის წარმოუდგენელი სოლიდარობის ხარჯზე თანხა 1,5 მილიონს გადააჭრა. ნორმალურ სამყაროში ეს ადამიანობის, ერთიანობის ზეიმი იქნებოდა. მაგრამ როგორც საბჭოთა კავშირში იყო გენეტიკა დასავლური დივერსია, ისე ბიძინას საქართველოში სიკეთეა მასონური შეთქმულება. თუ მასზე პარტიის შტამპი არ არის დარტყმული. მოძრაობა დაიცავი ილიაუნის ქმედება, ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა. მშობლების დაცინვა და პაციენტებზე ფსიქოლოგიური ტერორიც კი. როდესაც ყველანაირი მორალური წინააღმდეგობის გარეშე, სხვისი ტკივილით, პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობ, იქ მთავრდება ყველაფერი ადამიანური. მოუტყან დედის ტრაკი. არ და მე მართლა მაინტერესებს ასე დროს ამ საქმეში თავად რატომ არ ერთვება მთავარი ქველმოქმედი. ხომ შეეძლო ბიძინას ჯიბიდან ამოეღო ეს ფული, ჩაერიცხა და მარტივად დაეწერა ქულები. ჩემთვის და თქვენთვის 1 ლარი რაცაა, მაგისთვის 1 მილიონია. მაგრამ ამისათვის უნდა ჩავიხედოთ მის ტვინში და დავინახოთ, როგორ მუშაობს ეს პარანოიდული ავტოკრატიული აზროვნება. ალბათ ახლა ზის და ფიქრობს, მე რომ ახლა ამათ წამალი ვუყიდო, ხვალ-სხვას მოუნდება. საკმარისია თქვენ დღეს რა გაკმაყოფილოთ? ხვალ აქ 5 თქვენზე მეტი ხალხი მოვა. ხვალ მოვა 10-ჯერ მეტი ზეგ მოვა ყველა, მთელი საქართველო აქ მოვა. მე ვიცი, რომ თქვენ პრობლემები გაქვთ. მე გაჩვენებ ძალიან ბევრს, თქვენზე მეტი პრობლემებია. აი სწორედ ასეთი აზროვნების გამო პროპაგანდისტებს ახალ-ახალი, სრულიად უნიკალური დავალება მიუვიდათ. ამჯერად მათ პირდაპირ ქველმოქმედებისა და სიკეთის გაშავება დაევალათ. დღეს უკვე მართლა მეწოდებიან იმედის თანამშრომლები. ბიძინამ საქართველოში თავი ხომ გააფუჭებინა, ევროკავშირისგან და ბრიტანეთისგან სანქციები ხომ ააკიდებინა, ახლა კიდე სიცოცხლის მერე რამე თუა, იქაც უფუჭებს ყველანაირ შანსს. სულის გადარჩენა რომ გინდოდეს ადამიანს, არ დაგთავენ ნებას. თუმცა პირდაპირ თქვათ მე ეჭვება ამ კატეგორიის ხალხს საიქიოსი და ჯოჯოხეთის გულწრფელად ჯეროდეს.
ბიზინა ხომ სერტიფიცირებული ათეისტი ეზოთერიკოსი. რაღაც კითხვებს მისვამენ იქ, რომ აი მომავალი ცხოვრების თუ გაგრძელების არის ჯერა, ესე იგი ქრისტიანი არაა და მას ჯერა რომ 100 წლოვან ბაობაბს თუ სწორი კუთხით ჩაეხუტება, ჩაკრები გაიხსნება და სანქციები გაქრება. ხო და მე მგონი ამათ უფრო რეინკარნაციის სწამთ. და თუ რეინკარნაცია მართლა არსებობს, დარწმუნებული ვარ ესენი დედამიწაზე პირველად არ არიან. მსოფლიო ისტორიაში ნამდვილად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი უტიფრობით, პარანოიითა და მავნებლობით ქართულ ოცნებამდე ბევრად ადრე იყვნენ ქოცები. მაშ ასე, დღეს ჩვენ აღმოვაჩენთ თუ ვინ იყვნენ ქოცები წინა ცხოვრებებში. მეხუთე ადგილი, არჩილ გორდულაძე, სატყეპი ბიჭი. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. სანამ არჩილის ისტორიულ რეინკარნაციაზე გადავალთ, ჯერ თავად არჩილზე ვთქვათ ორი სიტყვა. იმიტომ რომ ეს კაცი არის ქოცური ევოლუციის სამაგალითო პირი. 2016-დან 23 წლამდე პარლამენტის უკანა ოთახებში ფრაქციის აპარატში იჯდა და ალბათ ქსეროქსზე ტონერს სვლიდა. და ესეთი ადამიანი, რომელსაც ოთახის ტემპერატურაზე დაბალი ქარიზმა აქვს, უცებ კაბინეტიდან გამოათრიეს და პარტიის მთავარ რადიკალად აქციეს. გუშინდელი ოფისის პლანქტონი, რომელიც სტეპლერით თამაშობდა, დღეს გამოდის და ევროპელებს გლობალური ომის პარტიის ჯაშუშებად აცხადებს. ადგილობრივი აგენტურა ეყრდნობა უცხოელების განცხადებებს, რომელთა განცხადებების ადგილობრივი აგენტურის განცხადებებს ეყრდნობა. და აი ამ ტიპს ევალება ყველაზე გმირული საქმე. იაროს ეთერებში და ხალხს მოღალატე ეძახოს. მარტო წელს მოქალაქეებს 275 ჯერ დაუძახა აგენტი. პირდაპირ მართულები არიან, პირდაპირ აგენტურის წარმომადგენლები არიან. და აი ამ ხელა აგრესიის ფონზე ვნახეთ მისი დებატები ოპოზიციონერ ვიკა ფილფანთან. ხო და როგორც კი რეალური ოპონენტი შეხვდა, არჩილისგან აჩრდილი გადარჩა. ფილფანმა ეთერში ფაქტებით ისე გაწეცა, პარტიის დაფინანსებულ ტროლებზე და ქალების გინებაზე ისეთი რაღაცები ახალა სახეში, ნებისმიერი სხვა ადგებოდა და სტუდიიდან გავიდოდა. არჩილი კი იჯდა და ამ ყეპას გულმოდგინედ იტანდა. ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ბოლო სესიაზე ქალების მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები: უკიფარი, უნამუსო, ნამუს გარეცხილი აგენტი, მოღალატე. ბატონო არჩილ, მის მიუხედავად რომ თქვენ ამდენ შეურაცხყოფა გაქვთ ქალებისთვის მიყენებული, არც ერთ ქალს თქვენთვის არ უჩივლია, მაგრამ თქვენ როგორც კი ერთხელ სტატუსი დაგიწერეთ, წახვედით და უჩივლეთ ქალბატონს. თქვენ საქართველოში ცხოვრებ კაცებს უთხარით წინა საარჩევნოდ, რომ თუ ჩვენ არ მოგცემთ ხმას, გაგათხოვებენო ბატონო არჩილ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი ქრისტიანი კაცისთვის რა შეიძლება იყოს, რომ ქართველი კაცის ღირსება დაიყვანო პარლამენტის გამში თუ არ იჯდებოდა არჩილ გორდულაძე. და თუ გაინტერესებთ ვინ იყო არჩილი წინა ცხოვრებაში, ის იყო მე-16 საუკუნის არისტოკრატი ვინმე ბარნაბი ფიცპატრიკი. ბარნაბის ჰქონდა უამრავი წოდება და მიღწევა. იყო ზემო ოსორის მეორე ბარონი, ირლანდიის პარლამენტის წევრი, ლეიქ სოფალის შერიფი, მეფის საიდუმლო პალატის ჯენტლმენი და რაინდიც კი. მაგრამ ამ ხელა რეგალიების მიუხედავად, იცით რა არის მიზეზი, რომ საერთოდ ამ ადამიანის შესახებ რაიმე ვიცით? ის რომ ეს ტიტულები მან პირდაპირ გაგებით საკუთარი ტრაკით დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ ბარნაბის მთავარი და ოფიციალური პროფესია ინგლისის სამეფო კარზე იყო სატყეპი ბიჭი. შუა საუკუნეების ინგლისში ტახტის მემკვიდრეების ფიზიკური დასჯა მკაცრად იკრძალებოდა. მაგრამ უფლისწულებს აღზრდა და დისციპლინა მაინც ხომ სჭირდებოდათ. ამიტომ სამეფო კარზე მომავალ მეფესთან ერთად საგანგებოდ ზრდიდნენ სატყეპ ბიჭებს. მართლა. ხო და როცა უფლისწული გაკვეთილს ვერ ისწავლიდა ან რამეს დააშავებდა, მასწავლებლები უფლისწულს კი არ ეხებოდნენ, ოთახში ბარნაბის ეძახდნენ და უფლისწულის ნაცვლად მას ტყებდნენ. ბარნაბიც ამ დამცირებას უხმოდ იტანდა, რადგან მისი ერთადერთი ფუნქცია ტკივილი სატანა იყო. არჩილ გორდულაძე, ბევრ სხვა ქოცთან ერთად, ზუსტად ეს სატყეპი ბიჭია. როცა შუშის სასახლეში მსხდომი პრინცები ქვეყანას აზიანებენ და რუსულ კანონს იღებენ, ეთერში არჩილი შეყავდა, იქ მანამ ტყეპენ, სანამ ბიზინა არ ჩათვლის, რომ ხალხის ბრაზი განეიტრალდა. ეს არის მუდმივი წრებრუნვა, საიდანაც არჩილს გაქცევა არ შეუძლია. ჩაკეტილი წრია. ერთადერთი განსხვავება ბარნაბი ფიცპატრიკსა და არჩილ შორის ისაა, რომ ბარნაბის სცემდნენ, რადგან მისმა პრინცმა მათემატიკა ვერ ისწავლა. არჩილს კი ტყეპენ, რადგან მისმა პრინცმა საბაზისო დემოკრატიული პრინციპები ვერ აითვისა. და ბოლოს, როცა ბარნაბის სცემდნენ, უფლისწული ედუარდი გვერდით დგებოდა და ტიროდა, რადგან თავისი მეგობარი ეცოდებოდა. აი არჩილს კი, როცა ეთერებში ტყეპენ და აბიტურებენ, მისი უფლისწული შუშის სასახლეში ზის, ტელევიზორს უყურებს, პოპკორნს ჭამს და ფიქრობს, ამას უყურე რა კარგად იტანს ტკივილს. შემდეგ კვირაშიც არჩილი გაუშვათ. რამძიმე პროფესია. სრული კატასტროფაა. სრული კატასტროფაა.
როცა პატრონი ყოველ ჯერზე აი ესე სიაში ის გატკაცუნებით. განიშნებს, რომ ტაკოები ისევ მათ რახს უნდა მიუშვირო. მეოთხე ადგილი. გიორგი გაბუნია. როლანდ ფლატულისტი, ანუ როლანდ კუანა. საღამომშვიდობის მეგობრებო. ცოტა უცნაურია, რომ ეს აბსოლუტურად არაფრით გამორჩეული ადამიანი რამის თუნდაც მეოთხე ადგილზეა. რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოში ცნობილი გიორგი გაბუნიების რეიტინგის რომ ჩავატაროთ, ეს გაბუნია ალბათ ტოპ 5-ში ვერ შევა. მაგრამ ის წარმოადგენს ქართული პოლიტფლორის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, ევოლუციურად უმაღლეს დონეზე ადაპტირებულ სახეობას, კომფორტული ქოცი. სანამ სხვები პირდაპირ ეთერებში ილანძღებიან, დასავლეთს აგინებენ და აგრესიით იჭრიან ვენებს, გაბუნია თავის საქმეს ლაქუცითა და აი ესეთი ხუმრობებით აგრძელებს მეგობრებო. უგანდის ტროპიკულ ტყეში მომხდარა სამოქალაქო ომთან დაკავშირებით ევროპელმა შიმპანზეებმა შეშფოთება გამოხატეს. ამათ შერიგებაზეც თუ ეხა სარკოსი ზრუნავს, კიდე კაიხას არ დავტორდება ომის შიმპანზეებს შორის. გაბუნია თავიდან პოზიციონირებდა როგორც უბრალო, აპოლიტიკური, ხალხური იუმორის მქონე ბიჭი კავენიდან. მაგრამ როგორც კი ტელეკომპანია იმედსა და პოსტივიში გადაინასვლა და შალვა რამიშვილის ეკოსისტემას შეერწყა, მისი იუმორის და ხერხემალიც სრულად მოერგო ხელისუფლების დღის წესრიგს. რავე კურიოზ ხომ ვერ გაიხსენებდი? ან იყოს თუნდაც ოპოზიციის აქცია, არა აქვს მნიშვნელობა, რამე ისეთი იუმორისტული რა, რამე ისეთი გახსენდი. ჩვენ ღრმად ჩავეძიეთ მის კარმულ კვალს და აღმოვაჩინეთ შესაფერისი პიროვნება. როლანდ კუანა. დიახ, ეს არ არის ხუმრობა. გიორგი გაბუნიას წინა ცხოვრება მე-12 საუკუნის ინგლისში მეფე ჰენრი მეორის კარზე მოღვაწე ფლატულისტი როლანდ კუანა იყო. საქმე ისაა, რომ მეფის კარზე არსებობდა მასხარების ქვეკატეგორია ფლატულისტები. ეს ის ხალხი იყო, ვისაც უამრავი ხმის მიბაძვა შეეძლო კუილით. ხო და როლანდი ერთ-ერთი პირველი ცნობილი შემთხვევაა. მე-13 საუკუნის ინგლისურ ჩანაწერებში დეტალურადაა აღწერილი როლანდის მოვალეობა. მეფემ მას უბოძა 30 აკრი მიწა და ჰემინგსტოუნის მამული. სამაგიეროდ როლანდს ჰქონდა ერთი ძალიან კონკრეტული ვალდებულება. ყოველ წელს შობა დღეს ის უნდა მისულიყო მეფის კარზე და შეესრულებინა უნიკალური ტრიუკი saltum sifletum petum. როგორ არის ახტომა სტვენა კუილი. ერთდროულად რასთავარი. სხვა შორის მეგობრებო, ნუ იცინით. არც ისე მარტივია ეს ტრიუკი. ცალ-ცალკე კი ბატონო. ახტები, მერე დაუსტვენ, მერე მაგრამ აი ერთბაშად წამის მიასედების სიზუსტით ამ სამი მოქმედების სინქრონიზაცია მარტო ერთეულებს შეუძლია. თან წარმოიდგინეთ რანაირი რამეა. მეფის წინაშე, აი მთელი ინგლისის ელიტისთან დასწრებით ზუსტად შობა დღეს რომ უნდა შეასრულო ეს ამბავი. წინაღამეს ხომ მაგრად ნერვიულობ თან. გახარ ალბათ სარკის წინ და ვარჯიშობ. ახტი დაუსტვირე მიაწექი. თან ცოლი რო გეუბნება გვერდიდან. არა, თავიდან რიტმს აცდი. ვერ დასვი. მაგრამ მოდით სერიოზულად შევხედოთ ამ ფაქტს. როლანდის ეს აქტი არ იყო უბრალოდ გართობა. ეს იყო მონობისა და მართვის იდეალური მექანიზმი. მეფე გაძლევდა არჩევანს, ან მაღალი ხელფასი, ან ღირსება. შენ კი ამ ორიდან თუ ასეთ არჩევანს გააკეთებდი, ხელფასი. ამით დაამოწმებდი, რომ საბოლოოდ გქონდა ღირსებაზე ხელი აღებული. შენ ხდებოდი სრული მონა. ქართულ ტელესივრცეში არიან სხვა სახელისუფლებო კომიკოსებიც, მაგალითად გულიაშვილი, ჯაბოვიჩი, არაბიძე. კი საზიზღრები არიან, მაგრამ ეს თავისი სისაზიზღრე მაქსიმუმზე ახავთ. გადატანითი მნიშვნელობით რომ თქვათ, გამოდიან და სცენაზე ჯვამენ. აი ბოლომდე, ურცხვად და ხმაურიან. და გიორგი გაბუნია, ის მაგასაც ვერ შვება. რახან ის სხვებზე მიხვედრილია, ოდნავ უფრო მიხვედრილი და იცის რომ ეს ხელისუფლება სულ არ იქნება და ყველაფერი რასაც ვიტყვი შეიძლება ჩემს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. მთელი მისი კარიერა, მისი კომფორტული ლოიალობა და ყოველი მისი ხუმრობა სატელევიზიო ეთერში სხვა არაფერია თუ არა ერთი უჩუმარი, მორიდებული ცუილი. ვერც მოიხელთებ ნორმალურად. ცუილა დაარქვეს მაგას იმის გამო რომ შემოიპარება და გაიპარება ხოლმე. მესამე ადგილი, ნინო ნადირაძე, უოლ სტრიტის ალქაჯი. მადლობა მოწვევისთვის.
თუ ვინმე მარიცით ვინ არის ნინო ნადირაძე, გეტყვით რომ ის არის ტელეწამყვანი, კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორი და ყოფილი პოლიტიკოსი. პაატა ბურჭულაძესთან ერთად 2016 წელს პარტია სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელი. ნინო ნადირაძე კუზანოვა, რომელიც პირველად ცდის. მინდა ვიშოვე ისეთი სამსახური, რომ არაფერი არ ვაკეთო და მქონდეს ბევრი ფული. რომელი? ეგეთი პოლიტიკაში. ცხადია მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძეს საქმე ცუდად წაუვიდა, მე მგონი 2016 წელი იყო, ნინო კუზანოვამ პარტია დატოვა. სიტუაციების მიხედვით როგორც იცვლება, ისე ვიცვლები. დღეს კი სიტუაციიდან გამომდინარე ქართული ოცნების მეხუთმე პროპაგანდისტია. ბინძური წესებია, გინდა ესე თქვი, გინდა ისე წირო წახვიდე, ბევრ რაღაცაზე ხელი უნდა მოაწერო. მას ევალება, რომ ქართული ოცნების მახინჯ და ძალადობრივ პოლიტიკას ტელეეთერებში ძვირფასი ტონალური წაუსვას და სილიკონით ისე გაბეროს, რომ ხალხს სილამაზედ შეასალოს. თუმცა ბევრ ქირურგიასა და ბოტოქს სახის ნიღბად ქცევა შეუძლიათ. ნიღბებმა ჩამოვარდნა იციან და ჭეშმარიტი სახის ჩვენება. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ. 2024 წელია. ნინოს 21 წლის შვილი დგას პროევროპულ აქციაზე. რეჟიმის სპეცრაზმი ბიჭს ჯერ წყლის ჭავლით უტევს, მერე წიწაკის გასში ახევს, რის გამოც ის დაზიანებას იღებს. ბიჭი ტელეპირულ სატელეფონო ინტერვიუს აძლევს და პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნების კურს არ ეთანხმება. ამჯერ ახლა ეს თავრობა როგორც იქცევა, რა თქმა უნდა და მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, რომ არ ვეთანხმები ახლა რა კურსიც მიდის და იქ რომ მოსვალებული იყო ჭავლის მოსხლა დაიწყეს, ჩამოვარდი. მაგრამ რას აკეთებს ნინო? იკეთებს სადღესასწაულო მაკიაჟს. $1000 ღირებულების ბრენდულ კაბას იცვამს, ეს არ იშლება. ჩაცმა ვიცი. და ასე მორთულ მოკაზმული მიდის კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის წვეულებაზე. იქ მისულ ჟურნალისტების შვილის დაშავებაზე ეკითხებიან. ნინოს კი ეწყება ტიპური ისტერიკა და კამერებში გახვირის. ჩემმა შვილმა ფეხი წამოკრა, არავის ხელი არ დაუკარებიაო. იყო ნაცემი ჩემი შვილი თვითონ არა ფეხი წამოდეცკრა და თვითონ თქვა რომ ფეხი წამოკარი. არა არ დაშავებულა ჩემი შვილისთვის თითი არავის არ დაუკარებია. წარმოიდგინეთ დედა, რომელიც მზადაა საკუთარი შვილის ფიზიკური ტრამვა ფეხის წამოკრად გაასაღოს. ოღონდ პარტიამ არ იფიქროს, რომ ის ეურჩება. და ამ აბსურდის ფონზე ტრიალდება და ჟურნალისტებს უყვირის. მოპარული ფულით დაფინანსებულებო და ხელფასის მონებო. დაფინანსებულები, რომლებიც აი ესე ხართ მათხოვრებაც აზე. საინტერესოა რატომ წამოწდა მაინც და მაინც ეს სიტყვა. ამ ფსიქოლოგიური ფენომენის ასახსნელად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, ვინ იყო ნინო წინა ცხოვრებაში. ის იყო მე-19 საუკუნის ამერიკელი მილიონერი ჰეტი გრინი, მეტსახელად უოლ სტრიტის ალქაჯი. ჰეტის და ნინოს ერთმანეთთან ერთი ძალიან კონკრეტული რამ აკავშირებთ. ფეხზე კიდიათ საკუთარი შვილების ფეხები, როცა საქმე მათ მატერიალურ კეთილდღეობას ეხება. ჰეტი გრინს ჭირდა პათოლოგიური, კლინიკური სიძუნწე. დადიოდა დახეული შავი ძონძებით, სახლს არ ათმობდა და ცხელი წყლის ფულსაც არ იხდიდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ნინოს ეს თვისებები არ აქვს. ძალიანაც ფუფუნებაში ცხოვრობს. მსგავსება სხვა რამეშია. როდესაც ჰეტი შვილს ფეხი დაუზიანდა, ქალმა ექიმის ფული არ გადაიხადა და დღეების განმავლობაში ეძებდა უფასო კლინიკას ღარიბებისთვის. დრო ისე გაიწელა, რომ ბავშვს საბოლოოდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ქალმა, რომელსაც ნახევარი ამერიკის ყიდვა შეეძლო, საკუთარი შვილის ფეხი გაწირა მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე $1 დაეზოგა. ნინო ნადირაძე არის ქართული ელიტის გლამურული ჰეტი გრინი. ოღონდ ჰეტი თუ ფულს უფრთხილდებოდა, ნინო თავის პოლიტიკურ სტატუსს, კომფორტს და ვივამედის დირექტორობას უფრთხილდება. ფეხი წამოდეცკრა და თვითონ თქვა რომ ფეხი წამოკარი. შვილის ფეხი კი მერე რა, ხო აქვს მეორე ფეხიც. ხო და როცა ეს ქალი ჟურნალისტებს ხელფასის მონებს ეძახის, რეალურად სარკეს ელაპარაკება. იმიტომ რომ ნამდვილი მონა სწორედ ისაა, ვინც მატერიალურის შესანარჩუნებლად მზადაა საკუთარი შვილის დამრბევებს კაბის შრიალით მიუცუცკდეს. იცით, ბიზნეს ზოოპარკში ბევრი ზებრაა, ბევრი ზვიგენი, ბუზანკალი, ისა, ესა. მაგრამ ასევე არის ერთი სრულიად უნიკალური ქამელეონიც. მისი სახელია ირაკლი ჩიქოვანი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს ირაკლი საქართველოს თავდაცვის მინისტრია. ერთი შეხედვით სოლიდური ბიოგრაფია აქვს. მუშაობდა უშიშროების საბჭოში. იყო გაეროში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე და დიპლომატი. მაგრამ მისი მთავარი ტალანტი სულ სხვა რამეშია. ის არის პოლიტიკური გადაბარგების უბადლო დიდოსტატი. მოდი გავიხსენოთ მისი ტრაექტორია. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს 2000-იანების დასაწყისში ჩვენი ახალგაზრდა ირაკლი თავდაცვის სამინისტროში იურისტ კონსულტანტად და დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მერე მოვიდა ვარდების რევოლუცია.
მთავრობა შეიცვალა. ბევრმა სკამი დაკარგა, მაგრამ ჩიქოვანი სააკაშვილის მთავრობაში უშიშროების საბჭოში და შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწინაურდა. 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა და ირაკლი რა თქმა უნდა გაქოცდა. მერე წლები გავიდა და ის გახდა ირაკლი ალასანიას მარჯვენა ხელი და თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი. აქტიურად აკრიტიკებდა ქართულ ოცნებას. საზოგადოება არის უკმაყოფილო იმ მოქმედებებით, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა. ამ უკვე არაკომპეტენტური ხელისუფლებისთვის, რომლის მიმართაც ნდობას ვერაფერი ვერ აღადგენს და ნდობას იმის მიმართ, რომ მათ შეუძლიათ რაღაცა საქმის გაკეთება. მაგრამ როგორც კი ალასანიას პოლიტიკური ვარსკვლავი ჩაესვენა და გემმა ჩაძირვა დაიწყო, ირაკლიმ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ პრინციპებთან დარჩენილიყო, მაშველი რგოლი პირდაპირ ბიზნეს იახტისკენ ისროლა. ცოტა ხან საერთაშორისო ექსპერტობა მოირგო, რომ ძველი ოპოზიციური ცოდვები ჩამორეცხოდა და მერე უცებ ხედავთ პრემიერ-მინისტრის მრჩევლად. ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი შემოგვერთება ახლა პირდაპირ ეთერში. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში მას კოვიდის მართვა ჩააბარეს და ასეთ გენიალურ ბრძანებებს იძლეოდა. ანალოგიური რეკომენდაცია არის გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შედგდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება. მერე ოცნების მაჟორიტარად მოგვევლინა და ბოლოს საერთოდაც ქართული ოცნების თავდაცვის მინისტრი გახდა. ტიპმა შევარნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილის დროს დაწინაურდა, მერე ოპოზიციონერობა მოირგო რაღაცა დროს და ბოლოს ოცნების მთავარ დამცველად იქცა. და ვის იცავს ჩიქოვანის სინამდვილეში? რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ თავს. ტრაქს მოუხდებოდა, ასეც არის მეგობრო. ახლა კი გავარკვიოთ, ვინ იყო ირაკლი ჩიქოვანი წინა ცხოვრებაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩინეთში მოღვაწეობდა გენერალი ში იოუსანი. ჩინეთის ისტორიაში ში იოუსანი ცნობილია მეტსახელით გადამგდები გენერალი. და იცით რატომ? იმიტომ რომ კაცმა თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე ბევრჯერ უღალატა საკუთარ მეთაურებს და მოკავშირეებს. გენერალი ში ჯერ იმპერიის სამხედრო ძალებს და ვუ პეიფუს ემსახურებოდა, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ მეორე გენერალი ფენ იუნგსიანგი უფრო ძლიერი იყო, მაშინვე მის მხარეს გადავიდა. მერე ფენგს გაუჭირდა, შუ იუსანიც არ დამნეულა. გაიქცა ჩან კაიშისთან და ძველ ბოს ზურგში დანაჩასა. არ გაგიგვირდება და მოგვიანებით ჩან კაიშისაც უღალატა. ფული და გავლენები არ მყოფნისდო და ისევ ფენგთან დაბრუნდა. თან ისტორიული ცნობები ტირილი და მუხლებზე დგომის თხოვდა პატიებას. და აი როგორც იქნა, კაცი ჭკუაზე მოვიდა და თავის ადგილს დასჯერ დასვიტყოდით. ისევ რომ არ ეღალატა. რა თქმა უნდა არ გაჩერებულა მეგობრო, ამჯერად კომუნისტებს შეეკრა, მაგრამ როგორც კი მიხვდა რომ მათგან დიდ დაწინაურებას ვერ მიიღებდა, კომუნისტებს გადააგდო და პირდაპირ იმხანა ჩინეთის ოკუპანტებთან, იაპონელებთან დაიწყო თანამშრომლობა. მოკლედ, ვისაც მეტი ფული და გავლენა ჰქონდა, ში იუსანის პოლიტიკური მრწამსიც იმისკენ იხრებოდა. ხო და ისევე როგორც ჩინელი გენერალი ში იოსანის, ჩვენი ში ქოვანიც სრულყოფილად ფლობს იმ ხელოვნებას, რასაც ძროული მიტოვება ჰქვია. ერთადერთი ისტორიული განსხვავება ისაა, რომ ჩინელი გადამგდები გენერალი ბოლოს თავისივე ქვეშემრდომებმა მოიტაცეს და ცოცხლად დამარხეს, რადგან მისმა მუდმივმა ფლიდობამ უკვე ყველა დაღალა. ჩვენს რეალობაში კი, როცა ოცნების დრო ამოიწურება, ირაკლი ჩიქოვანი დიდი ალბათობით უბრალოდ გამოაცხადებს, რომ სისტემის შიგნიდან დანგრევას ცდილობდა და ახალ ბატონს მიეკედლება. მერე კიდე ახალს და ასე. ყოველ ჯერზე. და მე იმას მოუტყამ დედის ტრაკ. ვინც ამას შემდეგ თავრობას შეიკედლებს. ტყუილი ვთქვი რა. პირველი ადგილი შალვა რამიშვილი, სადისტი ქირურგი კარლ კლაუბერგი. ზიზღისა და ამორალურობის გავრცელებაში რაიმე ჯილდოს რომ გასცემდნენ, ამ პრიზს აუცილებლად შალვა რამიშვილის ფორმა იქნებოდა. აი როგორც ოსკარის ქანდაკებაა ოქროსკაცი მახვილი, ზუსტად ეგეთი ოქროს შალვა იქნებოდა ხელში პატარა ბაჩოთი. ცოტა სხვა ადგილს კი მიუჩენდი ბაჩოს. არ არსებობს ამ ქვეყნად სიბინძურე, რასაც შალვა და მისი სატელევიზიო მინიონები, ბაჩო და გური არ იკადრებენ. აი თუნდაც გური სულთანიშვილის კომენტარი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებზე, რომელთა დასახმარებლადაც მთელი ქვეყანა გაერთიანდა. ეხა არის რა ქვია ბიუშემიო თუ რაღაც დაავადების მქონე ბავშვების აი როგორ რამეა, იცი ეს ხილაკი რო არ ყოფნის, რაღაცა არის კიდე საჭირო მოსატანი.
ამის დედავად რაღაცა უნდა რა ვქნათ ბიჭო. რაღაცა უფრო დიდი ასეთი შემთხვევებისთვის უფრო დიდი ღილაკია საჭირო. მაგრამ ნუ ესა გვაქვს და ამიტომ დედის ტრაკი. ტრაკი, 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 ტრაკი. ერთი დავაკელი? ტრაკი. ეს ადამიანები არიან ნიჰილისტები. ოღონდ ფილოსოფიური კი არა, ჩვეულებრივი ბიოლოგიური და მორალური ნიჰილისტები. მათ არაფრის სწამთ. ის კადრებიც კი, სადაც ჩალვა გულზე ჯიღს იცემს და ამბობს ბიზნესი მედი მაქვსო, ბლეფია. გახსოვთ მულტფილმი მეფე ლომი. ბოროტ სკარს ძალაუფლება რომ შეერყევა და ბოლოს თავისივე გიენები რომ შეჭამეს. ხო და როცა ქართული ოცნების გემი ჩაძირვას დაიწყებს და ბიზინა დასუსტდება, მაგ გიენების პირველ რიგში ზუსტად ჩალვა იდგება. ყელზე ფრიალა ხელსახოც მოხეული, დანაჩანგლით ხელში და ტუჩებს გაილოკავს. მაგრამ ყველაზე მძიმე და ტრაგიკული, რასაც ეს კაცი აკეთებს, არის საქართველოს საზოგადოებაზე ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტები. ეგ და თავისი ბრიგადა დასხდებიან და აკვირდებიან, აჰა, ხალხმა სოლიდარობა გამოიჩინა, ბავშვებს ფული შეუგროვეს, ერთმანეთისთვის გული შესტკივათ, სასწრაფოდ შევიტანოთ შხამი. შალვა იღებს საზოგადოების ყველა კეთილშობილურ გამოვლენებას და მასში მიზანმიმართულად შეყავს ტოქსიკური კოროზია. ამიტომაც მისი ისტორიული რეინკარნაცია მე-20 საუკუნის გერმანელი ექიმი ჯალათი, კარლ კლაუბერგია. კლაუბერგი იყო გინეკოლოგი, რომელიც 1942 წელს პირადად მივიდა ჰაინრიხ ჰიმლერთან და უთხრა, უფროსო, მომეცით საშუალება საკონცენტრაციო ბანაკებში მასობრივი სტერილიზაციის ექსპერიმენტები ჩავატარო. ჰიმლერსაც მეტი რა უნდოდა და გაუშვა ოსვენციმში. ამ ტიპის მიზანი იყო ადამიანების უშვილოდ დატოვების ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდის პოვნა. მას ათასობით ქალის საშვილოსნოში ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე შეჰყავდა ტოქსიკური ნივთიერებები. ჰიმლერი რომ ეკითხებოდა, აბა 1000 ქალის გასაუქმებლად რამდენი ხანი დაგჭირდებაო, კლაუბერგი ბეჯითად პასუხობდა. რა პრობლემაა? 10 ასისტენტი მომეცით და დღეში 1000-ებს მივხედავ. შალვასაც ხომ ზუსტად ეგეთი მიდგომა აქვს პოლიტიკაში. მომეცით 10 ტროლ ქარხანა და დღეში 10,000-ობით ქართულს გავუუქმებ მორალს. მაგრამ იცით ყველაზე ცინიკური მომენტი სად იწყება? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კლაუბერგი საბჭოთა ტყვეობაში მოხდა. 10 წელი იჯდა და 1955 წელს ტყვეთა გაცვლის პროგრამით დასავლეთ გერმანიაში დაბრუნდა. კლაუბერგს შეეძლო დაემალა წარსული, შეიცვალა სახელი. საერთოდაც წასულიყო სხვაგან. მაგრამ ხომ იცით რომ სადისტი მკვლელები დანაშაულის ადგილს პათოლოგიურად უბრუნდებიან. დადიოდა და ლუდხანებში ღია ტრაბახობდა, თქვენ არ იცით, ოსვენციმში მერამაგარი სტერილიზაციის მეთოდი გამოვიგონე. სოფლიოში ანალოგი არ აქვს. 1955-ში თავად გერმანელებმა დააკავეს და ჩასვეს ციხეში. სასამართლომდე ცოცხალმა ვეღარ მიაღწია. ხო და წარმოიდგინეთ, ჩალვაც ოდესმე ხელისუფლება რომ შეიცვლება და სადმე ევროპაში შეაფარებს თავს. ზუსტად ეგრე იტრაბახებს. ბიჭო, მე ისეთი ტელევიზია მქონდა, ერთი გადაცემით მთელი ერის სინდისის და ნამუსის სტერილიზაციას ვახერხებდი. ამგვარად ჩალვა რამიშვილის ეთერი არის შპრიცი, საიდანაც მთელ ქვეყანას საინფორმაციო შხამს და ცინიზმს უშხაპუნებს, რათა საზოგადოება მორალურად დაასაჭურისოს, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს გამრავლდეს სიკეთე, თანაგზნობა და ერთობა. და ბოლოს, თუ კი ამ ყველაფრის მერე იდეოლოგიურ რეინკარნაციაში ეჭვი მაინც შეგეპარებათ, უბრალოდ შეხედეთ ფოტოებს. ვიზუალურად ეს ორი ადამიანი ისე გავს ერთმანეთს, რომ გაგაჟრჟოლებთ. თითქოს სამყაროს ბოროტ მოქმედების შესაქმნელად მოდელების ლიმიტი ამოეწურა. დაიზარა და ერთი და იგივე ყალიბი გამოიყენა მეორედ. უბრალოდ ერთს თეთრი ხალათი ჩააცვა და მეორეს პოზიტივის მიკროფონი დააჭერინა. და ბოლოს, მეგობრებო, სანამ ამ ჩვენს წინა ცხოვრებების ჰიტ-პარადს დავხურავთ, ერთი რამ მინდა კარგად გავიაზროთ. რა კი გადაცემა საბჭოთა აგრონომიული ექსპერიმენტებით დავიწყეთ, მოდით დასასრულისკენაც მეცნიერებას დაუბრუნდეთ. ოღონდ ამჯერად ფიზიკას. არის ასეთი ცნობილი აზრობრივი ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ერთი ჩვეულებრივი ვაშლი და მას კეტავთ იდეალურად იზოლირებულ ყოველგვარი გარე ზემოქმედებისგან დაცულ ყუთში. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ვაშლი დალპება, დაიშლება და გადაიქცევა მტვრად, გაზად და უხილავ ნაწილაკებად. მაგრამ თუ ამ ყუთს მილიარდობით და ტრილიონობით წელი არ გავხსნით, შიგნით ჩაკეტილი ატომები უსასრულო ქაოსურ მოძრაობაში იქნებიან და გაივლიან ყველა შესაძლო კომბინაციას და რადგან დრო უსასრულოა, ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როცა ეს ატომები კვლავ ზუსტად იმავე თანმიმდევრობით დალაგდებიან. მილიარდობით წლის შემდეგ იმ ყუთში კვლავ ზუსტად იმავე ახალ ვაშლს მივიღებთ.
ეს ექსპერიმენტი ფიზიკაში რეალური თეორიაა და ის ერთ რამეს გვიმტკიცებს. მატერიალური თვალსაზრისით რეინკარნაცია მართლაც არსებობს. ენერგია და მატერია არ იკარგება. ის ატომები, რითაც ახლა შენი და ჩემი სხეულია აშენებული, შენამდე და ჩემამდე უამრავ სხვა საგანსათო სხეულში იყვნენ და ჩვენს მერეც უთვალავჯერ დაუბრუნდებიან ბუნებას. ამიტომ ამ სამყაროში ერთადერთი რამ, რაც მართლა უნიკალურია და აღარასოდეს განმეორდება, არის ამ ატომების კონკრეტული კომბინაციით აწყობილი ადამიანი. შენი პრინციპებით, შენი სინდისით, შენი ღირსებითა და არჩევანი. და ყველა ეს პერსონაჟი, დღეს ვიზეც ვისაუბრეთ, დაწყებული სატყეპი ბიჭით, დამთავრებული გადამგდები გენერლით, ერთი შეხედვით განსხვავებულები არიან. ზოგი ჭკვიანი გონია, ზოგი უბრალოდ სასაცილო, ზოგი კი საშიში. მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი ფუნდამენტური ილუზია. მათ გონიათ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ამ ადამიანობის დაპაუზება მოსულა. მოსულა კომპრომისზე წასვლა. რეალობა კი ისაა, რომ როცა შენს ადამიანობას გაასხვისებ, დააკნინებ და თუნდაც დიდ თანხად გაყიდი, შენში უნიკალური აღარაფერი რჩება. სულის გარეშე, კი ბატონო, სინდისი დავარქვათ. შენ ხდები უბრალოდ მატერიალური მასალა, ზუსტად ისეთივე რიგითი ატომების გროვა, როგორიც ის დამპალი ვაშლია ყუთში. მე ვარ ბექა ყორშია. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გვალაიქებთ და რაც მთავარია, გვიკომენტარებთ. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.